საღამოშიდობის ძვირფასო რადიო მსმენელებო, თქვენ უსმენთ რადიო სივრცეს FM 98 და 5-ზე. ასევე გვიყურებთ სოციალურ ქსელში, რადიო სივრცეს ოფიციალურ გვერდზე და ჩვენი ყურება ასევე შეგიძლიათ YouTube არხზეც. მე ჟურნალისტი ეკა ვეფხვაძე ვარ და ვიწყებ ჩვენს გადაცემას სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან. ცვლილებები მთავრობაში, მოსამართლეების დასანქცირება, დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილი მისვლაზე უარს ამბობს, მას უწოდებს ცირკს, ზღაპრებს, მოგონილ ამბავს. ამავე დროს მმართველი გუნდის მიერ გამკაცრებულია კანონები, ქუჩის აქციები, სადაც მოთხოვნები არის უცვლელი, ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ეს არის მოთხოვნები და საქართველოს რომლის მიმართ დასავლეთიდან კრიტიკა ასევე არ წყდება. მოვლენების როგორი განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად და საით მიყავს ოცნების ხელისუფლებას ქვეყანა, გადაიტვირთება თუ არა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები. ამ თემებზე ვისაუბრებთ დღეს და მოვისმენთ მმართველი გუნდის პოზიციას. დღეს ჩვენს ეთერში რადიო სივრცის სტუმარია პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ბატონი გია ვოლსკი, რომელსაც მივესალმები. მოგესალმებით. საღამოშიდობის ბატონია. საღამოშიდობის. დიდი მადლობა თქვენ მობრძანებისთვის. ვერ ვასწრებთ ერთმანეთს მადლობას. ბატონო გია, პირველ რიგში ბევრი თემებია, რაც ჩამოთვალე, რაც განსახილველი და თქვენგან პასუხები საინტერესო იქნებოდა, მოგვესმინა და მოვისმენთ კიდეც დღეს, მაგრამ პირველი საკითხი, რაზეც მინდა დავიწყოთ საუბარი, საგამოძიებო კომისიას მინდა შევეხო, იმიტომ რომ რამდენიმე დღეა ჩვენ პირდაპირ ეთერში ვადევნებთ თვალს. დროებითი საგამოძიებო კომისიას მიდიან ადამიანები, საუბრობენ ნაციონალური მოძრაობის დროინდელი რეჟიმის დროს ბიზნესმენები არიან, ესენი პატიმრები და ყველაზე სენსიტიური თემა მაინც გახდა 2008 წლის ომთან დაკავშირებით ეს მოსმენები, თქვენ ბრძანდებოდით იქ და უპასუხეთ შეკითხვებს. მიუხედავად ამისა, მაგალითად ოპოზიციის მომხრეებშიც და ოპოზიციისთვისაც ეს თემა რაღაცნაირად გახდა კრიტიკის საფუძველი. რამდენიმე არგუმენტი აქვთ, ხო? მათ და ამბობენ, რომ მაგალითად რატომ დღეს და რატომ თქვა 14 წლის წინ ეს არ მოხდა, რომ ქართველი გენერლების და დაკითხვით თქვა რუსეთის საქმე კეთდება, აქ ხდება ჯარის დადანაშაულება, არის აი ეს რასაც ოპოზიცია ამბობს და ოცნება აკეთებს რუსულ საქმეს. რა შეგიძლიათ თქვათ დღეს თქვენ ამ კომისიასთან დაკავშირებით? ერთი მინდა რომ შეაფასოთ აი ეს 2 კვირაა დაახლოებით, ხო, ცოტა მეტი, რაც კომისიის ხდომები მიმდინარეობს, რა მოიტანა, რას ხედავთ აი ამ კომისიის შედეგად, საზოგადოება უსმენს, რა გაკეთდება ამით და რა შეგიძლიათ უპასუხოთ ოპოზიციის აი ამ არგუმენტებს, თუ შეიძლება ასე დავარქვათ. რაც შეეხება აგვისტოს ომს, ჩვენ ასეთი სიმბოლურად დავსვით წერტილი ამ თემასთან დაკავშირებით, როდესაც სტრასბურგის სასამართლო მოვიგეთ, რისი პერსპექტივას პრაქტიკულად არ არსებობდა ნაცმოძრაობის ხელში. მეორე სხდომა ჰააგის სასამართლოც მოვიგეთ და ბოლოს აიხლახანს კიდევ სტრასბურგის სასამართლოში იმასთან დაკავშირებით, რომ განგრძობითია ეს ოკუპაციის პროცესი, ასე რომ ამას უკვე არანაირი სხვა არგუმენტი არ შეცვლის, ვინაიდან ყველანაირი არგუმენტი უკვე წარმოდგენილი იყო. ხოთის ამასაც იშველიებს ოპოზიცია, რომ რადგან მოგებულია საერთაშორისო სასამართლოები და უკვე განაჩენი გამოტანილია, რეალურად რა საჭირო იყო კიდევ ერთხელ ამაზე საუბარი. საქმე იმაშია, რომ დემაგოგიას არ აქვს საზღვარი რა, ესე რომ ვთქვათ. სასამართლო მოგებულია იმასთან დაკავშირებით იმის გასასწორებლად, რაც მათ დაუშვეს. უპირველეს ყოვლისა ხაზგასასმელია ის აღიარება, რომელიც საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში დაუშვეს და ხელი მოაწერა სააკაშვილმა, ვინ მოაწერა კონკრეტულად დელეგაციას არა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ სააკაშვილმა მოაწერა ხელი იმას, რომ საქართველოს აგრესიას რუსეთმა უპასუხა, ანუ სამართლებრივი საფუძველი გარკვეულწილად შეუქმნა საქართველომ და რუსეთმა სხვა რა დარჩენოდა, ესე უტრირებას ვაკეთებ, რომ არ შემოსულიყო საქართველოში დაახლოებით. ესეთი დოკუმენტს მოაწერა ხელი, თუმცა უფრო მძიმე ფორმულირებით, რომ არა მარტო განაპირობა ის, რაც მოხდა, არამედ გამოიყენა ამისთვის აკრძალული იარაღი და ადამიანის უფლებების დარღვევა და კონკრეტულად
სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაული კიდევ გამოძიებას მოითხოვს და ასე შემდეგ. და რომ არა ჩვენი მოსვლა ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდებოდა და თვითონ ოკუპაციის თემა დღის წესრიგშიც აღარ იქნებოდა ფაქტიურად ესე გამოდის. მთავარი შეკითხვა ის კი არ არის დღეს რას ვაკეთებ, მთავარი შეკითხვაა ის რატო გააკეთეს, რაც გააკეთეს. და სასამართლო აი ამ ვითარებაში მოვიგეთ ჩვენ. ახლა სხვა რამეზე დგას საკითხი. ახლა მივედით შემდეგ შეკითხვაზე, რომელიც არანაირად რუსეთის ბრალეულობას არანაირად არ აკარწყლებს. დიახ, ძალიან საინტერესოა ბოდიშვიხტი თქვენ სოციალურ ქსელში დაწერეთ აი ამ კომისიის თქვენი გამოსვლის შემდეგ, ხდომის შემდეგ, მე წავიკითხე, იქ სვავდით კითხვას, იქ ამბობთ ცალსახად, რომ დიახ რუსეთი ოკუპანტია და ამაზე კითხვები აღარ არსებობს და ასე შემდეგ და ბოლოს შეკითხვა იყო თქვენი, რამაც მეც დამაინტერესა, რატომ დასვით ეს კითხვა, სად დაიწერა სცენარიო, სვავთ ესეთ კითხვას, რჩება ღიად, ან იქნებ იყო ორი სცენარი და სააკაშვილი მოერგო ორივე. სხვათა შორის დღეს დიმიტრი ხუნდაძემაც დაახლოებით იგივე კითხვა დასვა, რომ ვიცით თუ ვინ დაიწყო უშუალოდ ომი, ვიცით უკვე ისიც თუ ვინ მიიყვანა ამ ომამდე საქმე, მაგრამ არ ვიცით კიდევ უფრო მთავარი ფაქტორი კიდევ ვის აწყობდა ეს ომი. ამაზე საუბრობთ ახლა, ან რატო ისმევა ეს კითხვა? ეხლა საკვანძო მომენტს არ გადავახტეთ რა, მე ვაპირებდი თქმას და სანამ მაგ შეკითხვას გავცემთ პასუხს, უნდა ითქვას, რომ თვითონ ვინ დაიწყო ომი, თემა უკვე არარელევანტურია და პიარ მანქანა მუშაობს. ნაცმოძრაობის ალბათ მრჩევლები წყავთ იმასთან დაკავშირებით, რომ ხალხს სამხედროებს დაღუპულთა ოჯახებს ჩაუნერგო ეგეთი აზრი, რომ თითქოს და ჩვენ რაღაცას ჩვენივე მოგებულ სასამართლოს გადაწყვეტილებას ვაყენებთ ეჭქვეშ და ისე უბრუნდებიან. რაც თვითონ ჩაიდინეს, აქეთ გაბრალებენ თან ისეთი აგრესიულობით და ისეთი აფაფრული, ისეთი იმითი შეტევის ჟინით, რომ ვიღაცამ შეიძლება განსაკუთრებით ახალგაზრდამ, რომელმაც არ იცის რა მოხდა, დაუშვას, რომ რაღაცა ხო არ ხდება ისე. ხო, გასაგებია, მაგრამ ეს ხო დატრეინინგებული, ემა ხო არ იცის რეალურად რა მოხდა. თვითონ ვინ დაიწყო ომი, არარელევანტური შეკითხვაა დღეს. ჩვენ ვიცით, რომ ვინ დაიწყო ომი, არის როცა ორი სახელმწიფო ერთმანეთს დაუპირისპირდება და საზღვარზე მოხდება სროლა, ის უპასუხებს და ყველა მიცის ისტორიაში იწერება, რომ ამან დაიწყო ომი, თქვათ ნაპოლეონმა დაიწყო ომი, შეიჭრა სადღაც. ან ალექსანდრე მაკედონელმა, ან სტალინის პერიოდის საბჭოთა კავშირმა, ეგ ყველაფერი ნათელია და არც არავინ არ აყენებს რაიმე კითხვის ნიშნის ქვეშ. და კიდე ბევრი მაგალითები შეგვიძლია ჩავონთვალოთ, 100 წლიანი ომები იყო, ხო, საფრანგეთსა და ინგლისს შორის და ასე შემდეგ. ანუ რა არის რელევანტური? რელევანტური არის შეკითხვა, რომ თვითონ რა კონსპირაცია მიმოქმედა. ამასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილმა ესეთი ნაბიჯი გადადგა. მაგალითად, ეხლა რასაც უარყოფენ. მაგალითად, 4 აგვისტოს საგარეო საქმეთა მინისტრი გამოდის და ამბობს, რომ რუსეთი არაფერ შუაში არ არის. 6 აგვისტოს გამოდის რეინტეგრაციის შერიგების როქვია ახლა სახელმწიფო მინისტრი და ამბობს, რომ რუსეთი საერთოდ არაფერ შუაში არ არის და ეს არის ოსური სეპარატიზმის რაღაცა გამოვლინება. 8-7-დან 8 ღამეც კი იაკობაშვილი ამბობდა, რომ 5 სოფელი დავიკავეთ და რუსები ამ თემაში არ ერევიან და ასე შემდეგ, რომ იგი მზად არის შეხვდეს იქ კულახმეტოვს და რაღაც ზღაპრები. ეს რატომ მოხდა? აი ამ შეკითხვას როცა დასვავ, ძალაუნებურად მიხვალ დასკვნამდე, რომ აქ რაღაც დიდი კონსპირაცია შედგა. იქამდე სააკაშვილი იმყოფებოდა სადღაც იტალიაში, სადაც ურჩიეს წასვლა რუსეთის წარმომადგენლებმა. იქამდე ისაუბრა სტუდენტებთან და ისაუბრა დევნილებთან, რომ ცხინვალს ჩვენ სამდღეთ კვირაში დავიბრუნებთ და აფხაზეთს გარანტიას გაძლევთ, რომ აფხაზეთში ვიქნებით ძალიან მალე და ასე შემდეგ. და რაც თავარია, რაც პირდაპირ ადამიანების სიცოცხლეს ეხება,
ის ხალხი რატომ არ გამოიყვანა და რატო გვარწმუნებდა ყველას რომ რუსეთი აქ არაფერ შუაში არ არის აქ ძალიან მალე დამთავრდება სეპარატისტებს პასუხს გავცემთ წესრიგს დავამყარებთ და ასე შემდეგ ხალხი არ გამოიყვანეს ისეთი შტაბ-შტილება იქნება რომ ამ ხალხის გაწირვაზე იყო საუბარი ძალიან იცით შემაწრწუნებელი ამბავია პრაქტიკულად დარწმუნებით შემიძლია გითხრათ გავეცანი მასალებს მაშინ როგორც კი მოვედით 2012 წელს აი ამ გამოძიების მასალებს სრული ინფორმაცია იყო რომ რუსეთი რა თქმა ამაზე უშიშროების ინფორმაცია იყო საიდუმლო გრიფით რომ ემზადებიან კალენდარი იყო გაკეთებული რამდენჯერ შემოვიდა რუსული თვითმფრინავი სადაზვერო ისინი ჩაატარა ოპერაციები იარაღი შემოდის ამაზე იყო ინფორმაცია და თან რაც თავია როკის გვირაბთან უშველებელი არმია დგას და ელოდება სიგნალს რომ იქნებ ვიღაცამ გაისროლოს რომ შემოვიდეს და ამას სააკაშვილი მერე აწერს ხელს რომ დიახაც ეგრე მოხდა შევედი დავაშავე რუსეთი შემოვიდა საპასუხო და ვითომ იმაში გაცვალეს რომ აი ითქვაო რომ რუსეთი ოკუპანტია მაგრამ დაბა რა არის იქ რატომ მაგას რაში გაიცვალა არარელევანტური იყო აქედან გამომდინარე შეიძლება როცა ვაჯამებთ ვითარებას რა გამოვიდა რომ დავინახოთ ახლა რუსეთმა პრაქტიკულად არავითარი თბილისზე გაბოლაშქრება არ ქონია აზრად ვერ წეკნებოდა ან რა თუნდოდა და სააკაშვილი ყვება ახალგაზრდებს უყვება რომ ხრუბელ იგი ჩაფრინდა ფოთში იქ რუსების არმიის რაღაც ქვედანაყოფს დაუპირისპირდა იქ ჯარისკაცები თუ საპოლიციელები გადაეღობნენ მას რომ იქ ღმერთმა აცხონოს მისი სული მე ვამბობ ამას რომ ანწუხელიძე აწამეს იმიტომ რომ თურმე სააკაშვილი არ შეაგინა სააკაშვილს და ესეც ღაპრებს უყვება ბავშვებს ამას და აჯერებს რომ ეგ მკერდით გადაუდგა რუსეთის არმიას და იმიტომ არ წამოვიდნენ თბილისისკენ ამ დროს რუსეთის არმია საერთოდ რუსეთი დაკმაყოფილდა იმით რომ სტრატეგიულად საგანგებო მნიშვნელობის პოზიცია დაიკავა სამხრეთ ოსეთში და აკონტროლებს ამ გაზგაყვანილობის გარკვეულ მონაკვეთს სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ტერიტორია საქართველოს სატრანზიტო რესურსიდან გამომდინარე აკონტროლებს შავი ზღვის გარკვეულ პერიმეტრს აფხაზეთიდან გამომდინარე და თავისი იდეა დაიკმაყოფილა აქვეა გიუმრის ბაზა დასავლეთისთვისაც მნიშვნელოვანი იყო რომ შექმნილიყო ესეთი სამეზობლო რუსეთისთვის და საქართველოს არ არის მხოლოდ სადაც მუდმივად იქნებოდა ანტაგონიზმი ისეთი როდესაც როდესაც რუსული ავტომატი გადევს შუბლზე ვერასდროს შენ ვერ გადახვალ რაღაც მოლაპარაკების პროცესზე რაც რუსეთს დამატებით პრობლემა შეუქმნიდა დასავლეთია შუაში ამას ამბობ შეიძლება იყოს ეგრე არასწორია საერთოდ ეგრე ხისტი შეფასებები არ კეთდება იმიტომ რომ რეალურად არის ქვეყნების ინტერესები, სახელმწიფოთა ინტერესები, რომელიც მნიშვნელოვანწილად განაპირობებს გარკვეულ შედეგს. ეს შედეგი დადგა. აქედან გამომდინარე ჩვენ მაყურებელს როცა ვესაუბრებით, რადიოთი იქნება თუ სატელევიზიო არხით, ჩვენ შედეგს ვაჩვენებთ და იმ შეშფოთებას, რამაც იმ შეშფოთების მიზეზს რაშიც ახლა ვიმყოფებით. ანუ ეს არის, ანუ ის არის, ამას ვერ გაიგებთ. შესაძლოა საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ამაზეც იყოს საუბარი, მივიდეს კომისია. ეს არის დაშვება. მაშინ, როდესაც დიდ პოლიტიკაში არ არსებობს ესეთი მე არა მაქვს დოკუმენტი, მაგალითად გამოვიღო დოკუმენტი და ვთქვა, რომ აი აგერ ნახეთ ბრძანება ესე მოხდა, მაგრამ ფაქტებით ვიმსჯელობთ, პოლიტიკოსები ვართ, გვაქვს გარკვეული რესურსი ინფორმაციის მიღების, მაგრამ ეს კონსპირაცია, რომელიც მთელ მსოფლიოში უშველებელი მასშტაბით და ჩახლართულად არის წარმოდგენილი, ახლა რომ მოვყვეთ, ორი დღე არ გვეყოფა რა ხდება ზოგადად. და მაგის დროც ალბათ 2 წუთით ამაზეც უნდა შევჩერდეთ
ჩვენ შედეგს უყურებთ. შედეგის მიხედვით უნდა იმსჯელო. ეს არის გარკვეული დასკვნების გამოტანას აპირებთ აქედან. ეცით რა, უნდა იმოქმედო ამ შედეგის მიხედვით. დასკვნის გამოტანას ვერ შეძლებს საბოლოოდ შენ ისტორიკოსი არ ახარ, რომელიც არქივიდან რაღაც დოკუმენტს ამოიტანს და თავის უტყუარ დასკვნას დასდებს. და ეგეთი დასკვნა ისტორიაში არ არსებობს ზოგადად. არ მინდა ხა ისტორიკოსებს შევეჯიბრო. არ არსებობს, არავინ არ იცის, მაგრამ შედეგი აესა გვაქვს. შედეგი გვაქვს ის, რომ პერსპექტივა აი ამ მოლაპარაკებებისა, რომელიც ჟენევაში მიმდინარეობს, პერსპექტივა წარმატების არის ძალიან დაბალი. შედეგი გვაქვს ის, რომ რუსეთის თავისთვის ძალიან კარგ პოზიციებს იკავებს სამხრეთ კავკასიაში და არა საქართველოში. შედეგი გვაქვს ის, რომ სააკაშვილმა განათავსა რა თავისი თავი, შედგა რა ფეხი წითელ ხალიჩაზე დაფასებულ ადამიანად იქცა, თვალი დაუხუჭეს ყველანაირ დანაშაულზე, რომელიც მან ჩაედინა კონკრეტული ადამიანების ოჯახების მიმართ, სისხლი ღვარა, ახალგაზრდები ქუჩაში ხოცა. ხო არ ვიგონებ, ხო ვიცით და მაინც დემოკრატიული ხო, საუბარი რაზეც არის ალბათ ხვდებით, ხო? ხო, არ თქვენ წერტილის დასმებს გთხოვთ. არა, არ თქოთ უბრალოდ მესამე ძალა ვინ შეიძლება და ყოფილიყო ეხა ესე კონკრეტულად ვერ ვამბობთ თუ აი რუსეთის გარდა ვთქვათ რაზეც ეხა თქვენ საუბრობთ. არ ვიცით რა კონკრეტულად ვერ ვამბობთ კი არა, არ უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ შედეგით ვშელობთ და დასაშვებობის იმ შედეგს ვიღებთ. მე არა ვარ თქვენთან მოსული როგორც ექსპერტი, ვთქვათ, რომელმაც შეიძლება რაღაც დასკვნები გააკეთოს და ხვალ ამაზე პასუხს თუ მოთხოვთ, იტყვის რომ შემეშალაო. მე გეუბნებით და ჩვენ საერთოდ გუნდი, პოლიტიკური გუნდი ვშელობთ იმის დრო დავკარგე ხა ცოტა. ხო, არა, მაგრამ საინტერესო დეტალზე საუბრობთ. საინტერესოს გეუბნებით და ვერ ვამთავრებ. აბა კარგით, ბოლომდე სააკაშვილმა აი შენა თავისთვის სასახლე. ჩაიგდო ხელში მართლობა, ადმინისტრაციული მართლობის ყველა ბერკეტი. დახოცა ვინც უნდოდა. ვინც უნდა ციხეში დაიჭირა, გააფუჭა, წაართვა, გაძარცვა და ჩაიდინა უამრავი დანაშაული და არის მაინც იყო მაინც თელხალეჩაზე მიწვეული, ხო? წააგო საქართველოს. აქედან გამომდინარეობს ჩვენი ამოცანა. იქიდან კი არა ვიღაცას თითი უქნიოთ, რომ ესე მოხდა. ამან გაიარა ეს 17 წლის უკან მოხდა. დღეს სხვა ვითარებაა მსოფლიოში. დღეს ჩინეთმა ტაივანს უშუალებელი მუქარით უპასუხა რაღაც გარკვეულ განცხადებებზე სამხედრო რესურსი. იქ წვრთნები არის ხმელთაშუა ზღვაში ამერიკის შეერთებული შტატები, ყატარი და ისრაელი. წარმოიდგინეთ, ყატარი ირანის მოკავშირე, რომელიც ირანმა გადაარჩინა, როცა ყველა ქვეყანას, არაბულ ქვეყანას დაუპირისპირდა, წვრთნებს ატარებენ ერთობლივს. ევროკავშირსა და ამერიკას შორის ასეთი ჯახი ხდება მსოფლიო მასშტაბის, რაც ეკონომიკაზე სერიოზულ გავლენას მოიტანს და თქვენ ამას ყველაფერს ეს დანო ეს ტარიფები არ არის, ეს ომია. და ამ ომს ჩვენ უნდა დაუპირისპირდეთ ფაქტების შეფასებით და იმის დაგეგმით თუ როგორ უნდა გავიდეთ. შესაძლებელია ეს დაპირისპირება გეოპოლიტიკაზე და ზოგადად ამერიკა-საქართველოს ურთიერთობაზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ ბოლო მოვლენებიც გვავალდებულებს ამას, რომ ეს კითხვა დავსვა. უბრალოდ კომისიასთან დაკავშირებით რომ მოდი დავასრულოთ ეს თემა, მაინც მაინტერესებს იქნება თუ არა ვინმე დასჯილი, გასაგებია რომ ეს არ არის სადამსჯელო კომისია, მაგრამ შეიძლება თუ არა აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ვინმეზე და ღალატის მუხლი სწორედ ამიტომ ხო არ იყო შეტანილი კანონში დაბრუნებული. დიახ, დაბრუნებული. ჯერ თქვათ რატომ იყო გატანილი, იმიტომ რომ არსებობს დანაშაულებების ჩამონათვალი, რომელსაც კონკრეტული მუხლი ეხება, მაგალითად შპიონაჟი. დროში ემთხვევა ეს ყველაფერი და ამიტომ ჩდება შეკითხვა. დროში რაც დაემთხვა თავიდან, ეგ იყო მნიშვნელოვანი, რატო გაიტანეს. ეს მუხლი და ამაზე შეიძლება ეს საბუთი რომ აი ეს ამიტომ გაიტანეს და სააკაშვილი ხელს აწერს, ეგეთ საბუთი არ არსებობს. გაიტანეს, იმიტომ უნდა ვიგულისხმოთ, იმიტომ სხვა ალტერნატიული განმარტება ამას არ აქვს, რომ არსებობს დანაშაულებები, არსებობს საიდუმლო დოკუმენტების გაცემა, საიდუმლოს გაცემა, რაღაც მოქმედება შენი ქვეყნის წინააღმდეგ, მაგრამ თლიანობაში ამას სამშობლოს ღალატი რომ ქვია, ამასთან დაკავშირებით ეს პერსპექტივაში
ვინმე, თუნდაც ოპოზიციონერმა, თუნდაც მცირე ჯგუფმა ოპოზიციონერებისა არ უნდა თქვას. არ უნდა თქვას, რომ თქვენ ამ მუხლის მიხედვით დააშავეთ და ამ მუხლის მიხედვით დანაშაულებების მთელი უშველებელი თაიგულია, რაც დღეს კომისიამ კიდევ ერთხელ გამოავლინა. რაც შეეხება ზოგადად პოლიტიკურ სიტუაციას, დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაცია არის გამოძახილი იმ უბედურებისა, რაც საქართველოს დააწიეს 2012 წლამდე. მაგრამ დღეს ადამიანები, რომლებმაც თქვა თაღლითობა ჩაიდინეს და ამაზე დამტკიცებულია და სასამართლოს რო თავი დავანებოთ, მე და თქვენ ვიცით, რომ თაღლითობა ამას რო გააკეთებ. მე პოლიტიკურ ქოლგას თავში აფარებ და დღეს კაცი გეუბნება, რომ 200 მილიონი წამართვი. ნაცმოძრაობასთან ერთად და შენ საპასუხოდ არ მოდიხარ, ეს არ ნიშნავს პოლიტიკური ოპონენტის დევნას. პოლიტიკური ოპონენტის დევნა შეიძლება ჩაგითვალოს მაგალითად გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერბოკმა, რომელიც ამავე დროს სირიაშია და მიუხედავად ხალხის ესე ქუჩაში ხოცვისა, ამბობს, რომ ევროკავშირმა 3 მილიარდი დახმარება უნდა გაუწიოს სირიას და აქ გერმანია მიიღებს დიდ მონაწილეობას. რომ სირიელები აუცილებლად უნდა ჩამოვიდნენ გერმანიაში, წინასწარ ენა უნდა ისწავლონ, იმიტომ რომ დემოგრაფია, გამრავლება უჭირს გერმანელ ერს. პირდაპირ ოფიციალური განცხადება. მაგრამ საქართველოსკენ გამოიხედა, მაგრამ იქ ვიღაცა სიმბოლურად ვამბობ რა. ლაშა ტალახაძე უნდა დასანქცირდეს. იგი იცით რა, უხეშად დაელაპარაკა ვიღაცას. ან ბექაოდიშარია უნდა დასანქცირდეს. ფაქტია რომ სანქცირდება, ბატონკია. აი ხა მოსამართლეების დასანქცირების საკითხიც მოდით ავიღოთ. თქვათ რაც არ უნდა ვისაუბროთ იმაზე ბერბოკისაც ჩავიდა იქ სირიაში რა ვითარებაა და თქვათ როგორ არადემოკრატიულ რეჟიმებს. ფაქტია რომ დასანქცირდა რას ნიშნავს? ასანქცირებენ ხო ბრიტანეთმა ხომ დაასანქცირა მოსამართლეები. მე მაგ თემაზე გაძლევთ პასუხს და შეფასებას ვაკეთებ. მიუხედავად თქვენი ამ პასუხებისა და განცხადებებისა გულისხმობ მართლ, ხო, მაინც სანქცირდებიან ეს ადამიანები და დასავლიდან მაინც ისმის ეს კრიტიკული განცხადებები. მაგალითად გუშინ სახლდების განცხადება რომ გავრცელდა. არ უნდა ისმოდეს თქვენ გონიათ, მე ამდენი მოუყევი, რას ნიშნავს ინტერესი, რას ნიშნავს პრაგმატიზმი, ცივსისხლიანი დაინტერესება კონკრეტული ქვეყნისა, გადაწყვეტილებას ყველა ქვეყანა იღებს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე და თუ კი ახლა მე არც მოსამართლის ადვოკატი ვარ აქ და არც მოსული ვარ როგორც პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, მაგრამ როცა ასანქცირებ მოსამართლეს და ამბობ, იცით რა, ისეთი შტაბეჭდილება შეიქმნა, ვიღაცეებმა ინფორმაცია ჩამოიტანესო, სალომე ზურაბიშვილმა და ვიღაცეებმა კონკრეტული გვარებიან ნაცმოძრაობის და აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა დავასანქციროთ. ჩვენ ამას შეფასებას ვაძლევთ. ის რომ ავიღოთ და სანქცია მოუხსნათ, ეს ჩვენ რესურსს ჩვენ საზოგადოებას დღეს თქვენი მეშვეობით მიმართავთ იმასთან დაკავშირებით, თუ რას წარმოადგენს საქართველოს ინტერესი, სასტორის ერთ მხარეს რა პოლიტიკა დევს, რასაც ჩვენ ვატარებთ და ამას რა პოლიტიკა უპირისპირდება. ჩვენ ვცდილობთ მე და თქვენ რომ საზოგადოებას ისეთი ინფორმაცია მივაწოდოთ, საიდანაც დასკვნებს გააკეთებს სწორ ინფორმაციაზე, არა დეზინფორმაციაზე. ამას ახერხებთ, როგორ ფიქრობთ, მართალი თქვენი მეშვეობით და კიდე სხვა რესურსის მეშვეობით ვახერხებთ. ჩვენ არა ვართ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდის მმართველები, როდესაც მთელი მედია იყო დაქვემდებარებული ერთ ადამიანზე და ამბობდნენ იმას, რაც ჭირდებოდა კონკრეტულ შემთხვევაში იმ ერთ ადამიანს პოლიტიკურ ძალას. არსებობს ჩვენი საწინააღმდეგო ინფორმაცია, არსებობს ბაბლი, ვინაიდან ჩვენი ინფორმაცია იმ ხალხთან არ მიდის და არსებობს უშუალებელი ფულადი რესურსი მობილიზებული იმ ხალხის ხელში, რასაც ქვია deep state. კარგი, მაინც უნდა დავუბრუნდე ამას, იმიტომ რომ აი გუშინ წინ ჰელსინკის კომისია, ევროკავშირის თქვათ უმაღლესი წარმომადგენლები, ეს ბრიტანეთის სანქციებზე თქვენც ისაუბრეთ, ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისი, სახლდების განცხადება, რომელიც Global News-მა გაავრცელა და შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში დაადასტურა, რომ ეს ავთენტურია ეს წერილი, რომელიც ამ სააგენტოს მიწერეს, თუმცა იქ საუბარი იყო ვიცე-პრეზიდენტის
პრეზიდენტის განცხადებაზე, რომელიც ხო იქ დიახ, კონფერენციაზე გააკეთა, კი ბატონო, მაგრამ რაღაცნაირად ერთმანეთს მიყვა ეს განცხადებები და შემდეგ მოყვა ოპოზიციის, აი მაგალითად სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ რეჟიმი იშლება, რომ აუცილებლად დაინიშნება არჩევნები, ანუ გასაგებია თქვენ რა ინფორმაციას აწვდით მოსახლეობას თქვენ ამომრჩეველს, მაგრამ მეორე მხრივ აი ოპოზიციის მხრივ რომელსაც საკმაოდ დიდი ამორჩეველი ყავს, ისევ მიდის იმაზე საუბარი, რომ აი ეს რეჟიმი ირყევა, ქართულ ოცნებაზეა საუბარი, დაინიშნება არჩევნები. აი ამ ვითარებაში როგორ ფიქრობთ, რომ გადაწყდეს რაღაცნაირად სასიკეთოდ მდგომარეობა ქვეყნისთვის? აი როგორ შეიძლება ეს შეაფასოს? თქვენ ფაქტები მოყევით, რაც მე და თქვენ მოვყევით ფაქტები. მე გეუბნებით ამ ფაქტების უკან რადებს და აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ შეიცვლება კონიუნქტურა, იმიტომ რომ არ არსებობს, ესე ვერ გაგრძელდება. დღეს არის უვერტიურა იმ დიდი ბრძოლის წინ, რომელიც ელოდება მსოფლიოს. და საქართველოს საკითხი არ უნდა განიხილოთ კონტექსტიდან ამოღებული. მე თქვენს გეუბნებით ამას, მენელსაც და მაყურებელსაც. როდესაც ვამბობთ, რომ საქართველოში ვენს არაფერი არ უთქვამს, მიუხედავად გამოვიდა და პასუხში სწორედ ეგ წერია. გამოვიდა ვიცე-პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატებისა და შეტევა გააკეთა ძალიან ხისტი ევროპის მიმართ, რომლებმაც დაუშვეს და იქ რაღაც შიდა პოლიტიკურ ვითარებაში ხელისუფლებებმა გადადგეს ისეთი ნაბიჯი, რომელიც იმ პრინციპს არ შეესაბამება, რაზეც ვიცე-პრეზიდენტი ლაპარაკობდა. ეხლა იცით რა, ჩვენ რუმინეთის თემა ერთი ორმაგი სტანდარტია ჩვენთანაც. თქვათ რუმინეთის თემა. ვინ რა იცის რისთვის არის ის ადამიანი, თქვათ გასამართლებული ან ჩამოშორებული პოლიტიკურ საქმიანობას. ჩვენ ეს ხომ არ ვიცით. ჩვენ ვიცით ის, რომ ჩამოშორებულია ადამიანს მხარს უჭერს მოსახლეობის დიდი ნაწილი, უდიდესი ნაწილი ჩამოაშორეს. ლეპენი ჩამოაშორეს პოლიტიკას და ამას ამბობენ, რომ ეს არის deep state-ის რესურსი. მაგრამ როდესაც საქართველოზე მიდგება საკითხი, სტანდარტი იმ წუთში იცვლება და თქვენი ეთერიც იმითი არის საინტერესო, რომ ბევრი ხალხი უსმენს და უთხრას, რომ უთხრათ, რომ ორმაგი სტანდარტი ჩვენს მიმართაც ისევე მოქმედებს, როგორც არათუ ცალკეული ქვეყნის მიმართ ევროპული, არამედ მთელი ევროკავშირის მიმართ, მაშინ როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი გარკვეულ მიმართულებას, სტრატეგიას მიყვება. ევროკავშირი იყო დღეს გამოსვლა ევროკომისიის პრეზიდენტის, ძალიან ანტიამერიკული გამოსვლა იყო, მაგრამ ამასთან დაკავშირებით დაყრუებულები არიან, იცით, ჩვენ გარშემო ყველა და აი საქართველოსზე თქვა, მაგალითად ელენე ხოშტარიას უტოლებენ და ლევან ხაბეიშვილის ჩვენთან ჭიდილს უტოლებენ ამ უშველებელ შეჯახებას, რაც სოფლიოში მიმდინარეობს. ეს განაპირობებს, რასაკვირველია, ეკოთ მოდის აი ამ პატარა ბრძოლის ველზე. პატარა სეგმენტია დიდი ბრძოლის ველზე. ეხლა თქვენ მეკითხებით, თქვენ რას აპირებთ? ჩვენ ვაპირებთ იმას, რომ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ, არანაირად არ დაუშვათ ქვეყნის დესტაბილიზაცია, ვინაიდან სულ ეხლა ხანს დესტაბილიზაციის მთავარი ამოცანა იყო, რომ ხელისუფლება შეცვლილიყო და მონაწილეობა მიეღო ამ საომარ მოქმედებებში, რომელიც უკრაინის ფრონტზე მიმდინარეობს. ეს იმდენად თვალნათელია, რომ ეხლა რაც არ უნდა იძახო, რომ ვიღაცას მოგონილია გამორიცხო არა. ისევე როგორც გლობალური ომის პარტია, რაზეც საუბრობს ოპოზიცია, რომ არის ოცნების შეთქმულების თეორია, რომლის საფუძველზეც უკვე ტრამპის საუბრობს. კი, ხო, ასე ამბობენ, რომ ქვეყანას მართავს აი ამ შეთქმულების თეორიებით ოცნება და არა შეთქმულება, რომელი შეთქმულება რომელიც განსაზღვრავს აი ამ საგარეო ურთიერთობას. ხო და აი აქ მოგიწოდებთ ყველას, რა ვინც გვისმენს და ვინც შედეგებით ვიმსჯელოთ. მოვედით შედეგით, როდესაც ჩვენ საქართველოს არ ჩავაგდეთ გასაჭირში, როგორშიც უკრაინა იმყოფება დღეს. ვერანაირი ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა ვერ შეცვლის და ვერ დააბალანსებს უშველებელ ტკივილს და სისხლს, რომელშიც დღეს უკრაინა იმყოფება და უამრავი ოჯახის
იმას. ჩვენ შეგვეძლო რასაკვირველია ხელი მოგვეწერა ბევრ რამეზე ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული, დამთავრებული თითოეულ ჩვენთაგანზე, ვინც არის რიგით პარტიის წევრზე, ყველანი ვიქნებოდით წითელ ხალიჩაზე მოწვეული, მაგრამ ქვეყანა იქნებოდა დანგრეული. აქედან გამომდინარე ჩვენი მომავალი გეგმაც ასეთია. ვიყოთ ერთად, ვიზრუნოთ იმაზე, რომ არ დაუშვათ ქვეყანაში სიტუაციის იმგვარად მოქცევა, რომ რევოლუციურმა გეგმამ, რომელიც დღეს არსებობს, განვითარება პოს, ამავე დროს უსამართლობა არ ჩავიდინოთ არავის მიმართ, ვიყოთ სამართლიანები და აი ამას ამ სამართლიანობის გარკვეულწილად აღდგენას თუნდაც დაგვიანებულს ემსახურება ის კომისია, რითიც მე და თქვენ საუბარი. კი ბატონო, კიდევ ერთი თემა, რომელიც დღეს აი ეს ნარატივია გავრცელებული სოციალურ ქსელშიც და აკეთდება კიდეც ამაზე განცხადებები, არ შემიძლია ეს არ კითხოთ, საუბარია საქართველოს-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობის გადატვირთვის თემა, რომ ტრამპი ვერ ამარცხებს Deep State ჯერჯერობით და ამ კუთხით ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვასაც ჯერჯერობით რაღაცა შედეგი ვერ შეიძლება რომ მოყვეს ეს უკეთეს შემთხვევაში რაღაც მოკლე დროში და ამის დასტურად მოყავთ დღეს გავრცელდა ფილოსოფოს ზაზა შათერიშვილის წერილი ხო სადაც ამბობს ის რომ ტრამპი ისევეა იძულებულიო და აქვემდებაროს Deep State-ს როგორც ბაიდენიო და ანუ ჯერჯერობით რაღაც ეს პროცესი წინ ვერ მიდის არის თუ არა სიმართლე ამაში რომ რაღაცნაირად გადატვირთვა ამ ეტაპზე მაინც ვერ ხდება და ურთიერთობები ვერ დაალაგდება ჩვენ არასდროს არ გვითქვამს რომ მეორე დღესვე იქნებოდა რაღაცა გადახვევა ჯერ ესეთი მოაზროვნე კაცია და არც თუ უბრალო ადამიანია თავის აზროვნებით განათლებით ინტელექტუალური რესურსით ქნებათ პოლიტიკაში ჩახედულობითაც მაგრამ ეხლა მე ამ წერილის დეტალებში არ ჩავალ ეხლა თქვენ მეუბნებით კონკრეტულად რა უნდა აკეთოს ამ შემთხვევაში პოლიტიკურმა ძალამ. ალბათ სახელმძღვანელო უნდა იყოს ესეთი და ახალგაზრდებს უნდა უთხრათ და ზოგადად რა მომავალ პოლიტიკოსებს, მმართველებს რომ არსებობს ერთი რამე, არსებობს მართვის თავარი რესურსი, ეს არის ხალხი. ძალაუფლების თავარი რესურსი. ეს ხალხი უნდა იყოს დარწმუნებული იმაში, რომ ტყუილს არ ეუნები და რეალური სიტუაციის აღწერა განაპირობებს იმას, რომ ეს ადამიანები ვინც გირჩევს. იმიტომ რომ თარობა ესე ხო არ არის ციდან მოვლენილია რა, ხალხი ირჩევს. სწორი გადაწყვეტილება გააკეთოს, რომელი აწყობს. ზოგი არის ისეთი, რომ ფიქრობს, რომ იცით რა, თქვენ ნაცმოძრაობას არ უჭერთ ხარს, ეგეთებიც არიან ქუჩაში. მაგრამ აი გვირჩევნია, იცით როგორი ამბავია, ხომ არ აუყვეთ იმ ცდუნებას, რომ აქეთ წითელი ხალიჩაა და აქეთ არის კიდევ წითელი ხალიჩა, რომელიც ომის ქარცეცხლის გავლით მიიღწევა. და აქეთ არის კიდევ ის პრინციპულობა, რასაც ქვია, ერთ პოზიციაზე თქომა და სულ მუდმივად საუბარი იმაზე, რომ ჩვენ უნდა სტაბილურობა შევარდარჩუნოთ და როგორღაც მოვახერხოთ ეკონომიკური ზრდის პროცესის ტენდენციის შენარჩუნება და ამ დროს მე გეუბნებით, აი მოვედით თქვენთან სტუდიაში და გეუბნებით, რომ იცით რა, ეხლა ხანს გამოქვეყნდა აგერ გუშინ წინ ბოლო კვლევები, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ყველა ავტორიტეტული ორგანიზაცია, სამეცნიერო, კვლევითი ორგანიზაცია ჩართულია და შედეგს გვიჩვენებს, რომ ჩვენ სოციალური პროგრესის თვალსაზრისით ბოლო 13 წელიწადის განმავლობაში ვართ მსოფლიოს ათეულში. ეს მოგიტანეთ მე თქვათ წარმოედგინეთ რომ წინა საარჩევნო პერიოდია ეს მე მოგიტანეთ და შევინარჩუნეთ და ესენი კვირდებიან ომის ქარცელში გახვევას და რეალურადაც ესეა აქედან გამომდინარე იმჟელეთ რომ ჩვენს მიმართ თქვათ გერმანიამ ან ბრიტანეთმა დაასანქცირა მოსამართლე არის კი ეს იმის წინაპირობა და საფუძველი რომ საზოგადოება განუდგეს ხელისუფლებას და არჩიოს ის რომ რაც თქვით რა ომის ქარცეცხლის გავლით წითელ ხალიჩაზე აღმოჩნდეს თუ ჯობია ეს ურთულეს სიტუაციაში
სტაბილურობას შევინარჩუნოთ. ჩნდება ხოლმე კითხვები და ჩვენი მოვალეობა ეგ არის და რა რესურსი გაგვაჩნია, რომ შევაცვლევინოთ გადაწყვეტილება მაგალითად გერმანიას. ან რატომ მართავენ? დღეს მოვალეობის შემსრულებელი კლაუს შოლცის მთავრობაა. იცით თუ არა ეს? ახალი მთავრობა, რომელიც მოვიდა, კლაუს შოლცთან ალიანსით უნდა დადგეს ფეხზე წინააღმდეგ შემთხვევაში კი აიღო უმრავლესობა, მაგრამ მეორე ალტერნატივა გერმანიასთან, რომელიც ასევე იქნებ შეიძლება რაღაცა სერიოზული პოლიტიკური წრეხის ქვეშ აღმოჩნდეს, ყოველდღიურად ზრდის თავის რეიტინგს და ეხლა მოვა იქ ცალკეულ მიწებზე არჩევნები, ადგილობრივი არჩევნები და საკმაოდ სერიოზული აი აქ ჩდება ზუსტად შეკითხვა შიშები, ალბათ შეიძლება ოცნების ამორჩეველსაც კი გაუჩნდეს ეს შიშები ხომ რჩება ქვეყანა მარტო აი ასეთ ვითარებაში, თუნდაც რუსეთის პირისპირ, აი საერთაშორისო საზოგადოებიდან ამდენი კრიტიკა ისმის, თუ ვერაფერს ვერ ვუხერხებთ გერმანიის მთავრობას, ამერიკის შეერთებულ შტატებს, სანამ იქ ეგრეთ წოდებული deep state არ გავიგე. დიახ, ხო გესმით რასაც ამბობ. მე გეუბნები. შიშები არსებობს საქართველოს მოსახლეობაში. შიშები და შიში უნდა კონდეს მუდმივად, იმიტომ რომ სოფლიოს რო გადახედოს ზემოდან, კოსმოსიდან რო დახედო. ყველგან არის დაძაბულობის ის ხარისხი, რომელმაც შეიძლება ხვალ გრევა განაპირობოს. ჩვენ ვინარჩუნებთ. რუსეთთან პირისპირ დარჩა უკრაინა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელად რესურსით დაეხმარა, როგორც ტრამპი აღნიშნავს, პრაქტიკულად უკრაინა გაწირეს იმისათვის, რომ მის ტერიტორიაზე ეწარმოებინათ რუსეთთან ომი და თანაც წარმატება ვერ მოიპოვეს. და წარმოიდგინეთ, ახლა ტრამპი რუსეთზე ისეთ პოზიტიურ განცხადებებს აკეთებს, ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ვინმე მან მე ან ჩემმა რომელიმე კოლეგამ გააკეთოს ანალოგიური განცხადება რუსეთთან დაკავშირებით. რუსეთის წარმომადგენელი ჩავიდა სხვადასხვა ვაშინგტონში ხდება ტრამპის წარმომადგენელი. არა, გასაგებია, მაგრამ მე სულ რისი თქვა მინდა. ჩვენ ერთმანეთთან ასრთა ჭიდილით უნდა სწორი დასკვნები გავაკეთებინოთ ჩვენ მსმენელს. მე იმის თქმა მინდა, რომ საფრთხე აი ძველად როგორ იყო რა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს. ჩვენ ვეუბნებით, რომ რუსეთის საფრთხეს წარმოადგენს იგი აეგერ 700 მეტრში დგას სტრატეგიული კომუნიკაციებიდან. და გვეუბნებიან, რომ სწორედაც ეგ არის. რომ თქვენ სწორედაც საფრთხის ქვეშ უნდა აღმოჩნდეთ და თუ პარტიზანულ ომს გამართავთ და ამას არც ჩვენები არ მალავდნენ. ზოგმა ნასვავმა და ზოგმა პირდაპირ ამაზე ელაპარაკა, ჯობს ბომბები გვეცემოდეს თავში. თქვენ გონიათ ეს იმან მოიფიქრა, ლომჯარია. ეს არის თემა, რომ საქართველოს კი არა მხოლოდ აქ ირანი უნდა ჩართულიყო, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანის დაპირისპირება, ჩრდილო კავკასია და რუსეთის ძალების დივერსიფიცირება საქართველოს მიმართულებით იყო ამოცანა. და შენ ამ ამოცანას გიყენებენ შესასრულებლად და შენაუნები რომ არ შემილია მე ამისთვის ჩემ ქვეყანას ვერ გავწირავ. ეხლა ვიძინა ივანიშვილის ფაქტორზე არის ხოლმე ხშირად რასაკვირველია, ლიდერია, რასაკვირველია მასშტაბი და აზროვნების ინფორმაცია დიდი აქვს და ამასთან დაკავშირებით დადგა ფეხზე, როგორც პატრიოტ ლიდერს შეეფერება, თორემ გარიგებას რა უნდოდა? გარიგდები ნებისმიერ შემთხვევაში მით უმეტეს ფინანსური რესურსი თუ გაქვს. მაგრამ ადამიანს ურჩევნია ფიგურალურად რო ვთქვათ რა. თითარ ხალჩაზე სიარულს ურჩევნია თავის ჭორვილაში კონდეს სითბო და თავის ჭორვილას ფიგურალურად ვამბობ. დიახ, გასაგებია. თავის სამშობლოში, თავის ქვეყანასთან მიმართებაში არ გადადგას უკანონოდ. ესეთი გუნდი შეარჩია. და ამ გუნდს გარკვეული ძალა მხოლოდ იმიტომ აქვს, რომ ხალხება დაუჭირა მხარი მილიონი 200,000 ანუ ქვეყანა მაინც არის მოლოდინის რეჟიმში, სანამ გლობალურად ვითარება არ შეიცვლება. შეიძლება ეს ძალიან მხიარული უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ვერ ხედავს რა ხდება მსოფლიოში. რა პროცესები მიმდინარეობს. ვერ ხედავს რა ამბები მიმდინარეობს ჩვენ მეზობელ თურქეთში, ირანში, რომლის მოკავშირე არის ყატარი. ყატარის მეშვეობით
შეიძლება რაღაც უნდა ვიგულისხმოთ, უნდა დაუშვათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს რაღაც ირანის რესურსებზე წვდომა. სირიას აპატიეს ყველაფერი და აგერ ტალახაძე დასაჯეს, მაგაზე მეტი ცინიზმი რა გინდა, ხო? სირიას აპატიეს ეს სისხლის ნაკადულები, მაგრამ ყატარის გაზმა უნდა გაიაროს სირიის გავლით, უნდა ჩავიდეს თურქეთში და თურქეთიდან ევროპაში. და აი ამას ყველაფერს ჩვენ მოკლედ ყვებით რა. წარმოიდგინეთ რა ხდება ჩრდილო ოკეანის ვითარებაში. და აი ამ გლობალური ვითარება დაძაბული. კიდე აღარ ყვები. აფრიკაში ხო არ ვიცით რა მდგომარეობაა. იქ რუანდა შეიჭრა თავის მეზობელ ქვეყანაში, ხო? იქ ერთი მაგალითია. მერე ბრიქსი ძლიერდება, რომელმაც შეიძლება გაუწიოს სერიოზული პრობლემა შეუქმნას დოლარს. ჩვენ არ გვაწყობს, რომ დოლარს პრობლემა შეექმნას. ბრიქსიდან გამომდინარე. რაღაცები არის, რაც გაწყობს, რაღაცები არის, რაც არ გაწყობს. ანუ აქ ფიქრობთ, რომ რაღაცა ლავირების პოლიტიკა. ლავირების პოლიტიკა რთულია პატარა ქვეყნისათვის, რესურსი ძალიან მცირე აქვს, მაგრამ კიდევ ერთხელ ჩვენ იმედი გვაქვს, ხო, თავდაცვა შეუძლებელია და მაგრამ არსებობს ერთი რა, გონიერი გადაწყვეტილება, რომ შენ უნდა მოუფრთხილდეს შენ ქვეყანას. ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი პოტენციაში ის მოკავშირე, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი პოზიციები დავიცვათ. და ფიქრობთ, რომ ეს ურთიერთობა დარეგულირდება ევროპაში. მე გეუბნებით, რომ ყავს. დღეს თუ არა ხვალ უფრო მძლავრი იქნება ეს მხარდაჭერა. იგივე უნგრეთის პრეზიდენტის მარჯვენა ხელი არის დასანქცირებული ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ. იქნება განეხილონ, რატომ არ იხილავენ? ჩვენ ხო ვიცით, რომ რა ტრამპმა რა განცხადება გააკეთა ორბანის საკითხებთან დაკავშირებით. ხო, არ იხილავენ, ამიტომ რომ სხვა გლობალური პროცესები მინდის. ხვალ როგორ დაალაგდება სიტუაცია. მე არ მინდა იცი ძალიან ჩავხლართო, მაგრამ ამის გარეშე ცხოვრება ძნელია. ადამიანს ეუბნებიან, რომ იცით რა, თეა წულუკიანი და გეავოლსკი იქნება თუ ვიღაცა სხვა საქართველოს აბრალებენ ომის დაწყებას. ეს უსინდისოები, რომლებიც აბრალებენ კი არა, ომი არ აგვაცილეს, არ აგვაცილეს. ჩვენი ბიჭები, რომლებიც ბრძოლის ველზე წხედრები მიატოვეს, არ გამოიყვანეს და აქ ტაშფანდური ქონდათ. ეს პრიმიტიული თემები, რასაკურველი არსებობს, ემოციაზე მოქმედებს ადამიანის. მაგრამ მე შევეცადე დღეს თქვენთან უფრო სიღრმისეულად გამიანალიზებინა საიდან წარმოდგება ჩვენი შეშფოთება და ესა თუ ის პოზიცია, თორემ მეც ვიტყვი და ვინ შემედავება იმაში, რომ გაატყავეს ხალხი, მიიყვანეს და ციხეში, ზის კაცი ართმევენ ფულს და ქონებას აბარებს ბანკს. ნუ ხო ეს უმძიმესი ინფორმაციები მოვისმინეთ ახლა ბიზნესმენების მხრიდან. რო ეგრეა მედი აბა ხელი გეხლო ვინმეს ხმა მოიყო იმ პერიოდში. აქვე მინდა ცოტად რო გრჩება და რამდენიმე კითხვა კიდევ დამრჩა, მინდა კითხოთ პარტიების აქტიალობასთან დაკავშირებით, ზუსტად ამ კომისიიდან გამომდინარეობს და ეს კანონპროექტიც მზადდება, identური პარტიები, როგორიც არის ნაციონალური მოძრაობა, როგორ აპირებთ ამის, თქვათ, არ ვიცი, როგორ მოხდება ამ პარტიების შერჩევა. ხო, მე არ მინდა ახლა დავასახელო კონკრეტული ქვეყანა, მაგრამ არსებობს ქვეყანა, სადაც არიან შეიარაღებული ჯგუფები ტყეში გაჭრილი, აწარმოებენ ნარკოტიკს, ყიდიან და თავის თავს უწოდებენ გარკვეულ პოლიტიკურ სუბიექტს. ახლა მე კლასიფიცირება როგორ შეიძლება მოხდეს ასეთი პარტიები? კლასიფიცირება წარმოიდგინეთ, რომ მე ამბობ აი როგორ გითხრათ, პოლიტიკური პარტიაა და ამ დროს პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგში მთავარი ამოცანაა არა დავა იმ თემაზე როგორ უკეთესი იქნება სოფლის მეურნეობა, განათლების სისტემა, ან ბიზნესი, ან ეკონომიკა, საგადასახადო სისტემა. ყველგან საუკეთესო მაჩვენებლები გვაქვს, ყველგან. აქედან გამომდინარე ეს გზა დაკეტილია, აქ რო გედაოს და პირდაპირ ყოველგვარი აი როგორ გითხრათ, მოკიბვის გარეშე ადრე თუ რაღაც თავს კიდე იკატუნებდნენ, ეხლა გამოვიდნენ აშკარად ამბობენ. ყველაფერი რაც ქუჩაში ხდება, პიროტექნიკის სროლა, პარლამენტის შენობაზე შეტევა, რევოლუცია ერთი, რევოლუცია მეორე, რევოლუციის მცდელობაზე ვამბობ, რევოლუციის მცდელობა მესამე. იმის პრემიერ-მინისტრის გადადგომა. დიახაც
ეს იყო მიმართული კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად და ეს ადამიანები შეიძლება თუ არა უწოდებდნენ თავს პოლიტიკურ პარტიას, ვისაც მთელი ჩამონათვალი აქვს აი გზელის სია იმისა, რომელიც პოლიტიკური პარტია იმ კონსტიტუციის მოთხოვნებს არასრულებს, რომელიც ყველა ქვეყნისთვის იდენტურია. არ შეიძლება პოლიტიკური სუბიექტი გეწოდებოდეს შენ და ფულს აგროვებდე იმისთვის, რომ ახალგაზრდები დარაზმო, ქუჩაში გამოიყონო და ეცადო როგორმე რომ სისხლი დაიღვაროს ან მათ დაღვარონ სისხლი. არ შეიძლება პოლიტიკური პარტია ეწოდებოდეს სუბიექტს, რომელიც დამოკიდებულია მაკენის ინსტიტუტის მაგალითად თანხაზე, ვისაც ხელფასს აძლევს სალომე ზურაბიშვილს მაკენის ინსტიტუტი, რომელიც პირდაპირ მოგიწოდებს, რომ აკერმანის სახელმძღვანელო არის ის, რაც უნდა შეასრულოთ. შეიკრიბეთ და პოლიციასთან დაპირისპირების სხვადასხვა მეთოდები და არიან ადამიანები დაკავებულები ბატონო, რომელიც გათავისუფლებასაც ითხოვენ ეს აქციის მონაწილეებით და იგივე ოპოზიციაც. მოსამართლე არა ვარ ხა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს. ახლა არავის არ აქვს თვითმიზანი რომ ადამიანი ანდრო ჭიჭინაძის საქმე სტრასბურგში გადაეგზავნა. კარგია, სტრასბურგმა თუ დაადგინა რომ მის მიმართ არ არის სამართლიანი გადაწყვეტილება მიღებული, ალბათ დიდი კომპენსაციაც უნდა გადაიხადოს, მაგრამ არ გამოვიდა სტრასბურგში არც ერთი საჩივარი, იმიტომ რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა და არსებობს ჭიჭინაძეს რაც შეეხება და ნებისმიერ სხვა გვარს. ზოგი არც მალავს, რომ დიახ, ამბობს რომ მე ვიყავი, მე ვისროლე, მე დავაზიანე, ის პოლიციელებიც ხო ჩვენი შვილები არიან. არ მინდა ამ ემოციურ ნოტაზე გადავიდე, მაგრამ არათუ თვითმიზანი არ არის, არამედ არ ვიცი ახლა, აი გულზე შემომეყრება ხოლმე რომ მომაგონდება რომ ვიღაცა ციხეშია. იგივე თუნდაც ამაღლობელი. მაგრამ რომელი ევროპული ქვეყანა დაუშვებს იმას, რომ ადამიანები, რომლებმაც გამოიწვიეს, მაგალითად საფრანგეთი ავიღოთ, ხო, დემოკრატიის ერთ-ერთი ციტადელი. 11 კაცი დაიღუპა, იქამდე კიდე ბევრი დაიღუპა. უამრავმა თვალი დაკარგა, ჯანმრთელობა დაკარგა, მაგრამ 3000 კაცია გასამართლებული. იქიდან აღარ მახსოვს ციფრები რა, იქიდან ბევრი საჯილს იხდის. იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში 6 იანვარს უამრავი ადამიანი დააკავეს და 20 და 30 წლიანი. მაგრამ აქ საუბარია პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე, თქვა ის ფარისტორად ამას ამბობს, რომ ეს საქმეები არ არის გამოძიებული და მხოლოდ თქვა აქციის მონაწილეები არიან დაკავებულები და მათი სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. ისინი რას ამბობენ? ერთია. მეორეა რას უყურებდით ჩვენ ხო? თქვენ ხო თქვენი თვალით იხილეთ, რომ ამდენი 40-მდე პოლიციელი არის სერიოზულად დაზიანებული, არა სერიოზულად კიდე ბევრია. იდეა მაშინ მდგომარეობდა, სწორედ ამაზე სალაპარაკოთ მოვედი, რომ კონსპირაცია რაში მდგომარეობს. არ არის გამორიცხულია პოლიციელების და მომიტინგეების შეჯახება. როდესაც არ ხდება ძალის გადამეტების ასე თუ დიდი თუ პატარა გამოვლინება. ძალის გადამეტება იყო მაგალითად საფრანგეთში, როცა 11 ადამიანი მოკლეს. აი ამ შეჯახების დროს ძალის გადამეტება იყო, როცა ადამიანები მოკლეს და სახურავზე შემოდეს, დენმა დაარტყაო სააკაშვილი რო ამბობდა. მაგრამ არის თემა, იცით, ზიანი, რომელიც მიადგა, თუნდაც მომიტინგია, იქ ამბობს, მე არაფერს არ ვაკეთებდი. რო გეუნებიან, რომ უნდა გახვიდე, ეს არის პოლიციელის კანონიერი მოთხოვნა, რასაკვირველი ამ შეჯახების დროს მის ოპერაციას, მის გეგმას შეიძლება და ბოლო კითხვა, ერთი წუთი გრჩება, სულ არ შემიძლია საკითხოთ კანონების გამკაცრებასთან დაკავშირებით. დიდი ემპათია მაქვს, რა ისე მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო. ქალიც არ უნდა იყოს, იცით, ციხეში არ უნდა იჯდეს, მაგრამ მიდი, აბა ქალი ხარ თუ კაცი ხარ და პოლიციელს ხელი გაარტყი სახეში და როგორ მოგექცევიან ნებისმიერ ევროპულ. კი ბატონო, გასაგებია კანონების გამკაცრება. ისმის სულ რომ ოცნება ამკაცრებს კანონებს, ბევრი კანონი გამკაცრდა მანიფესტაციების შესახებ, კანონი მაგალითად და ამას შემდეგ ფარას კანონი მოყვა და ასე შემდეგ და ოცნება მიდის ავტორიტარიზმისკენ. რატომ კაცრდება კანონები? რატო არა სამთავრობო ორგანიზაცია, რატო უნდა იყოს გამკაცრებად, რატო უნდა ჩაითვალოს ის, რომ შენ რო ფულს ღებულობ რომელიღაც საზღვარგარეთელი დამფინანსებლისაგან, ვინც ფულს იხდის, ის უკვეთავს მუსიკას რომ არ იყოს, შენ ხალხს, მე თქვენ აგერ ვინც ხედავ თქვენ სტუდიაში,
გითხრა რომ იცით რა მივიღე $750,000 რასაც ხარჯავ სოფლის მეურნეობის ამ პროექტში ახალგაზრდების რაღაცა სემინარის ჩატარებაში რა არის ამაში პრობლემა თუ შენ ბოროტი განსახვა არა 5,000 ლარიან ჯარიმებს რომელიც ასევე გამკაცრებულია და გაიზარდა ეს ჯარიმები ამ კუთხით რა შეიძლება განუკითხაობის თემა არ შეიძლება საქართველოში არ უნდა დაიშოს ის და არ შეიძლება რომ ადამიანები 20 ადამიანი 30 ადამიანი კეტავდეს ქუჩას ეს განა იმაშია საქმე რომ კი თქვათ გვერდს აუგწევი სადაც ძნელია მოძრაობა ქალაქში ქუჩას კეტავ ეს იმას ნიშნავს და არაფერს არავინ არ გთხოვს არანაირ პასუხს ეს ქვეყნის ანუ ვითარებამ შექმნილმა მდგომარეობამ გამოიწვია ამ კანონების გამკაცრება ხო თვითონაც ხო რასაკვირველია თვითონაც გამკაცრებას ვერ დაუძახებ ვერანაირად გამკაცრება კი ერთი მხრივ მაგრამ სამართლიანობა სამართლიანია იცით არ არის მძღოლია ვიღაც ეჩქარება უნდა რუსთაველიზე ხდება იმაში საცობში და თლიანად იქნება მდგომარეობა როცა უწესრიგობაა თქვენ ოჯახში მაგალითად არ მედა თქვენ ოჯახზე ვიღაცის ოჯახში მოვიყვე მაგალითად რომ აი არია ჩვეულებრივი ადამიანია რომელიც მოდის და აი ოჯახში მუდმივად აკეთებს იმას რომ ხან სკას დაამტრევს ხან იმას დაამტრევს რაღაც ზომები ხო უნდა მიიღო ამ ბავშვის მემართ ან ასწავლო ან დატუქსო კი ბატონო გასაგებია არჩევნებზეც მინდოდა მეკითხა იმედი გაქვს თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებას თუმცა ჯერჯერობით არ ვიცით ოპოზიციიდან ვინ მიიღებს მონაწილეობას ასე გაცხადებულად არ თქმულა მე მგონი გირჩის გარდა წინ გველოდება ეს არჩევნები და რას ფიქრობთ ორი სიტყვა უნდა დავასრულოთ ეთერი თვითმმართველობის არა რა არის არსებობს ორი მიიღებს ოპოზიცია მონაწილეობას არ ვიცი არ ვერ გეტყვით ვერაფერს მე ვფიქრობ რომ მიიღებს მონაწილეობას მაგრამ ეს შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ ისინი ამბობენ რომ მიიღეს და მოდი ამ ჯინაზე არ მივიღოთ იქნებ სოფლიოს გრევის პროცესი წავიდეს და ჩვენც როგორმე მღრიე წყალში თევზი დავიჭიროთ არჩევნების გარეშე თუმცა მართული პარტია ემზადება ჩვეულებრივად ამ არჩევნებს გასაკვირველია აუცილებელია საჭიროა კი ბატონო ძალიან დიდი მადლობა ჩვენ დრო ამოიწურა დაგვრჩა რაღაც სასაუბრო მაგრამ არავშო სამბოლოდ გადავდოთ და იმედია კიდევ გვესტუმრებით ჩვენთან ეთერში პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გახდა ჩვენი გადაცემის სტუმარი რადიო მსმენელებს ვემშვიდობები მადლობა მას სტუმრობისთვის და შევხვდებით მომდევნო ხუთშაბათს ამავე ეთერში ამავე სტუდიაში ნახვამდის